მოგესალმებით. ჩვენი გადაცემა დაიწყო ჩვენს ეთერში, რადიო იმედის ეთერში, წამოსანახავად. სამოგზაურო მიმართულებებით და მე მგონი მოგზაურობა სასწაულები უნდა იყოს დღეს ჩვენი მთავარი თემა, იმიტომ რომ სტუმარი სასწაულებრივად შერჩეული ყავს, თეოლოგი, ფსიქოლოგი, მესამესაც ვიტყვი, ხელოვნებად მცოდნე და ასე შემდეგ. ბატონი მერა ბონიარი არის ჩვენი სტუმარი. გამარჯობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მგონი ის ადამიანები, ვინც კადრში გხედავენ, ანუ სოციალურ მედიაში უყურებენ ჩვენს ვიდეოს, მახშის სკამს შეამჩნევდნენ. ონიანისა და მახშის სკამის ურთიერთობა გასაკვირი არ არის, მაგრამ სამოგზაურო ნაწილში ცვანეთს შევეხებით აუცილებლად საუბარში. მაგრამ მანამდე ვთქვათ, მოგზაურობა ზოგადად უკვე სასწაულია? თუ აუცილებლად რაღაც უნდა მოხდეს, რომ დავიჯეროთ ამ სასწაულს? ალბათ ხო, თუ არ მოხდა ვერ დავიჯეროთ. რატო არ გვაქვს ხოლმე რწმენა, რომ თუ არ მოხდა ისე? იცი რა, გამოცდილება ბევრ ამას ნიშნავს და ვერც მოვთხოვთ ხა ადამიანს ან საკუთარ თავს, რომ რაღაცა ისე ვიცოდეთ იმთავითვე, ხო? ცხადია, ცხოვრება საინტერესოა, იმიტომ რომ ცხოვრება ცხოვრებაა და იძლევა ძალიან ბევრ შესაძლებლობებს და ცხოვრებას რაღაცა იმ დაგვარად გთავაზობს, რაღაც ახალ ამბებს, რამდენადაც შენ გჭირდება და გააქვს ამის აუცილებლობა. რაღაცა ძალიან ბუნებრივად არის ყველაფერი, იცი და ყველაფერი საჭირო დროს ხდება, როგორც მე ჩემი გამოცდილება მეუბნება. აი, როდესაც კი მოგზაურობა მოსულა თქვენთან, ნებისმიერი მიმართულებით და ბევრს ვისაუბრებთ ალბათ ისრაელზეც და კონკრეტულად იერუსალიმზეც. აი, მოგზაურობას ყოველთვის მოუტანია ეს საჭიროებები? განსაკუთრებული? ყველა მოგზაურობას თავისი განუმეორებელი დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შენ იმყოფები რაღაცა ახალ ეტაპზე შენი ცხოვრების რა. და რაც გჭირდება იმ მომენტში იმას იღებ, ის ვისაც ხარ მზად, ასე არ არის, ძალიან ბუნებრივად ხდება ყველაფერი. ეხლა ისრაელი რადგან ახსენე, პირველად რომ ჩავედი, მე ვინა მოვკვდი იქ ნერვიულობისგან, იმიტომ რომ განვიცადე აბსოლუტური უღირსება ჩემი იმ სიწმინდებთან მიმართებაში, რასაც შემხებლობაში მოვდიოდით ახლა განსაკუთრებით გოლგოთაზე რომ დავდექი მაცხოვრის ჯვრის, სადაც ჯვარი იყო აღმართული და ეს ამბავი მოხდა, იქ რომ დავაფიქსირე ჩემი თავი გვერდიდან ძალიან შევწუხდი. ძალიან ისეთი ხეხული განცდა იყო, ხო? ძალიან ისე თქვი ამბობდი რომ მე აქ რა მინდა. მე აქ რა მინდა ძალიან განვისტიდი. აი რაღაცა ასარებაში ძიმე ცოდებს რო ამბობდა რომ თავისუფლდები, იქ თავისუფლდები და დავწიმდი. პირიქით, იმიტომ რომ უშუალოდ რომ აღმოჩნდები რაღაც თითქოს მის გვერდით ხარ და გააქვს ეს რაღაცა უღირსების განსა რომ მე აქ რა მინდა. ნუ ის ჩემი რაღაც რეალური მდგომარეობის შესაბამისობაში მოხდა, ხო ასეა. როგორც განიცდი და ფიქრობ, ისეთი რაღაც გემართება, ემოციებიც ისეთია და მაგრამ მე როგორც ვიცი, თქვენი მონაყოლებიდან გარკვეული წლების განმავლობაში ეს თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდა და ხშირად იყავით იერუსალიმში ტურების ხელმძღვანელი, პილიგრიმულ ტურს გულისხმობ. ჩვენ მე საპატრიარქოს წარმოვადგენდი და ჩვენ ჯგუფში ასე ვთქვით, ვინც ვიყავით თანამშრომლები, გაჩნდა ეგ აზრი, რომ აი წმინდა მიწა ცხვარ იყოს ათვისებული ჩვენს მიერ, აი იქაც ხوار წავიდეთ და წავიყვანოთ მომლოცველები და რა თქმა უნდა გადასარევი აზრი იყო. მანამდე ჩვენ დავდიოდით საქართველოს მასშტაბით წმინდა ადგილებში, აქ ჩვენს ქვეყანაში. მე პირველად გავედით აუკლანჯეთში და კაბადოკიაშიც და შემდეგი იყო აი ეს იერუსალიმი წმინდა მიწა. და ყველა ასე ვთქვათ ჩასვლა თავისებურებებით ხასიათდება. და სასწაულებითაც? სასწაულებითაც, კი. მართლა? კი, ნამდვილად ასე იყო. შეგვიძლია რაღაც მართლა კონკრეტული დავასახელოთ? კი ბატონო, რა ვიცი, შეიძლება. მაგალითად, აუკლანჯეთის შესახებ შეიძლება ვთქვა ერთი ესეთი ამბავი, რომ მე თან სულ მკვლევარის როლში ვიყავდი, რომ სულ ვიკვლევდი ადგილებს, რომ არანაირი ინფორმაცია დიდად ჩვენ არ გვაქვს, არ ვართ განებივრებული ამით და ამიტომ აი თქვა შატბერდი სად იყო, ნუ არ ვიცოდით და რაღაცა კითხვის კვლევით რაღაცა მოკლედ ადგილებს ვეძებ, რომ ეს არის თუ არ არის და ასე შემდეგ და აი იმ შატბერდის აღმოსაჩენად რომ უნდა წავსულიყავი, სადღაც დაღმართი იყო და მოკლედ მძღოლმა თქვა რომ წვიმა დაიწყო და ვერ ჩავალთ, იმიტომ რომ იქ რომ ჩავიდეთ შეიძლება უკან ვეღარც ამოუბრუნდეთ რა და ამის საშიშროება არსებობს. რაღაც ახლა ეჭვი შემეპარა ამ ადამიანში რომ რაღაცა იქნებ მას არ სურს რომ ჩვენ ეს აღმოვაჩინოთ ან რაღაცა მოკლედ ყველა ხო არ არის ეთნაირი მიზან დასახულობის და შინაარსით დატვირთული ადამიანი და ყველას თავისი ინტერესები აქვს და ამან და კიდე ბევრმა ფაქტორმა მაფიქრებინა რომ
ну მოგეც ავედი სერიოზულ რისკზე. ეს რისკიდაში მდგომარეობდა, ხო? რომ ერთი მოძღვარი იყო ჩვენთან, ჩვენ ჯგუფში და ორი დედაო იყო. ხო და ეს მამა ივანე იყო და ნუ დედა თამარი, მოკლედ ესენი ბოდბედანი იყვნენ დედები, ხო და ახლა მე ნახდათ არ მაწყობს რომ ეს წვიმა გაგრძელდეს, იმიტომ რომ გეგმები მეშლება და გეგმა ესეთია რომ რაღაც უნდა აღმოვაჩინო წმინდა ადგილი რა და ახლა ღმერთი დიდება უფასო წამს და ძალიან ძლიერად და ეს ძლიერი წმენა რაში გამოჩნდა ერთგვარ სიგიჟეში თუ შეიძლება ასე ითქვას როგორც შეიძლება აღექვა სხვას მე პირდაპირ მიმართე ესე ყოველგვარი რაღაცა დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების გარეშე არა აბა ვის დედებს მიმართე და მამაოს მე ვთხარ ეხა დედებო მეთქი და მამაო მეთქი აი ხა რომ ეს წვიმა რო გაგრძელდეს მეთქი ცუდად არის ჩვენი საქმე და მოდი ეხა ვილოცოთ მეთქი რომ წვიმამ გადაიღოს თქო დავალება მიეცი კი პირდაპირ და ესე გაოცებულად შემომხედეს რომ ნიხდი რომ ეხა იმათ ძალიან დიდი პრაქტიკა ამ საქმეში არ ქონდათ ასე პირდაპირ ილოცოდი ხო ასე რომ ეხა რაღაცა სახთო ნებები შეცვალონ და სტიქიებზე იმოქმედო როგორც ჩანს ესეთი ექსპერიმენტები ჩატარებული არ ქონდათ მათ ხო და მირიანი იყო რა გეხოცები განათლესო და ხო და ესე იგი აი ხო სასწაული ამბავია ესა რა რომ ახლა ამას გეულება ვიღაცა ადამიანი შენსაცვლერო პირი ხარ და ნუ რაღაც ცოტა უხერხულადაც გზობ თავს რომ კაცო ესე იგი თურმე შესაძლებელია და მოდი გავაკეთო და არ ვიცი მოკლედ ხათრი ვერ გამიტეხეს თუ რა იყო ინტრიგა მაგარი გადავიდნენ ესე გააღეს ეს ისე კარები სამარშრუტო ის იყო რა ქვია ხო მანქანა და მე ვთხარი არა არ მინდა რომ დასველდეთ არ გადახვიდეთ მეთქი რა აკვილოცოთ რასავობ ხა დამჯდრებმა როგორ იმასა ხო მე როგორი მშვიდი სარწმუნოება მაქვს ხო და ისე მაინტერესებს რა მოხდება მე მოკლედ ესე იგი გადავიდნენ დაიწყეს ლოცვა ხო და აძლიერებული კოლგები მივაშველე თქვენ წარმოიდგინეთ დიდი ხანი არ მიმდინარეობდა ეს ლოცვა და მაშინვე შეწყდა წვიმა მაშინ მართლა გადაიღო რა თქმა უნდა რომ მართლა გადაიღო ერთი წამი არ მქონია იმის განსა რომ ეხა ეს იყო რაღაცა ხა კონცერტს ხო არ ვატარებდით კაცო ამ თემაზე ჩემი ამოცანა რაღაცა ხო არ იყო სხვა რამე ხო და რეალურად ქონდა ძალიან დიდი წმენა და ჩავთვალე რომ ჩვენ თუ ამ თხოვდით ღმერთს ეს მოხდებოდა და მოხდა კიდეც კი თვითონ რა თქვეს რა ვიცი ხა სახტად იყვნენ ჩენილები და ეს იყო ერთ-ერთი პირველი ესეთი სასწაული რაღაც საფთო ნების ასე თქვათ გამოვლენა რომელიც აი გეხმარება და გაგზნობინებს რომ შენ ოღონდ ითხოვე და მე აქავარ და მოგეცემა კი იმიტომ რომ ფაქტურად დაწყებული იყო მე რო თქვა რომ აი რაღაცა დაიწყო დიდხანს იწვიმა და მე ჩვენ ბოლოში ეს გავაკეთეთ ვიღაც იტყვის რომ კაცო ხე ეს როდესაც გადაიღებდა ხო არა აი რეალურად მოხდა ამისი აი ეს ამბავი მოხდა და ჩახვედით და შატბერდიც აღმოაჩინეთ კი მქონდა ეგეთი შემთხვევა კიდე ესე იგი რომ მოკლედ ერთ-ერთი მეჩეთში რომელშიც ну ქართული მონასტერი არის ხახულის ტაძარი ტაოკლარჯეთში და ну მოკლედ იქ ერთ-ერთი მოძღვარი გვახდა ბერი იყო და მას თავისი მრევლი ყავდა და ну მე ერთი ორჯერ ვიყავ იქ ნამყოფი და ვერავით ვერ მოახერხეთ რომ გაგვეღო ეს კარები იმიტომ რომ გასაღები აქვს მოვლას და ну ადამიანმა გააგზავნო მოვლასთან ის მოვლა ან მოვა ან არ მოვა მოკლედ იმ შემთხვევაში არ იყო მოსული და მე ძალიან გული მწყდებოდა იმიტომ რომ ეხა ხახულის ტაძარი ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია მე როგორ არის დაკავშირებული თამარ მეფესთან და ასე შემდეგ და ну რაღაცა ძალიან დიდი სურვილი გაქვს ხო რომ შეხვიდე და აღმოჩნდა რომ გაგვიმართლა და მოვიდა ეს მოვლა მოვიდა და მოვლა ამბობს რომ ისაო რა ქვია აგერ გიღებთ კარებსო ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს რომ ფეხზე უნდა გაიხადოთ თუ შეიძლებაო ფეხსაცმლით ალბათ იქ ხალი ჩაიქნებოდა და გიგო ხო არ შეხვიდეთ ხო და მოკლედ ეხა რა თქმა უნდა გვარსაც დავასახელებ მაგრამ ჩვენი ბერი არ შფოთდა იმასთან დაკავშირებით რომ ну რაღაცნაირად ეხა მე მესმის ეს ყველაფრის გაგება შეიძლება რომ მაინც ეხა შენი ისტორიული ესეთი ძვირფასი ტაძარია რაღაცა მართლმადიდებლური სამყაროს დიდი საოცარი მადლია და ამ დროს ეხა იმას პატრონობს აბსოლუტურად სხვა თან მოლა მე თან ის კარნახობ შენ რა უნახნა როგორ უნდა და რაღაც გასაგებია რომ შეიძლება პროტესტი გაჩნდეს და ნუ არ გინდოდეს რა რომ ეს რაღაცა მის სიტყვას დაექვემდებარა რომ კი გასაგებია მაგრამ ჩემთან იმდენად ძლიერი იყო სურვილი იქ შესვლის რომ რა ვიცი
სხვა რაღაცას რო ეთხოვა კიდე ეს. კიდე იზამთით. გაიხადეთ ფეხზე. ხო, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით გავიხადე, მაგრამ მოხდა ისე, რომ რადგან ბერმა გადაწყვიტა რომ არ შემოსულიყო, ეხა იმას ვინც ახლა მეგობრები და მრევლის რაღაცა ისინი ისინი დარჩნენ. ჯგუფი დაიყო შუაზე. მე ძალიან არ მესიამონა ეს ამბავი, იმიტომ რომ აი ტაძრის ხიბლის შესაძლებლობა ქონდა და ძალიან დიდ ბოდიში ვიხდი ხა ამას რომ ლაპარაკობ, შეიძლება ბევრი რამე ხმამაღლა სათქმელიც არ არის და ხერხულია და იმიტომ, მაგრამ ნუ რა ვქნათ ეხა ესე იყო და სიმართლე ყველაფერს ჯობია ყოველთვის. შევედით ტაძარში. მოლა მისის თქვა რომ იქ სამთელწანთება არ შეიძლება, მაგრამ ვინ უსმენდა ხა მონას სათლები ამათ ვილოსეთ გულიანად ყველაფერი და ამ დროს ისეთი ესე იგი ღვარად მოდიოდა რაღაცა საშინელი წვიმა წამოვიდა იმისთან ხოშკაკალები მოდიოდა თუ რა ვიცი მოკლედ დაისეთყვა იქაურობა და დაისეთყვა და მე რატომღაც ესეთი აზრი გამიშთა რომ აი ესენი ვინც არ შემოვიდნენ და გააპროტესტეს იმათმა ძალიან დიდი წყალობა მიიღეს ესეცი და ეს პირდაპირ თავში მოხდეს დასეთყვები პირდაპირ ხო და მე კი ვიყავი ბედნიერად ტაძარში ტაძარზე თავშეფარებული და ხო და ნუ გამოვედით ჩვენ თუ არა ესე იგი ეს მალე შეწყდა ნუ რა თქმა უნდა ეს ხალხი ახლა დაზიანდა საკმაოდ დიდი ისინი მოდიოდა რა ქვია ეს კაკლები რა კაკლები ხო და ბურთულები ჩავსხედით მე ამ ავტობუსში და რო გავწდით ამ ტერიტორიას სადღაც 50 მეტრში აბსოლუტურად მშრალი იყო მიწა. ანუ მარტო იქ მოწვა. მარტო იქ მოხდა ეგ ამბავი და მართლა სასწაულებრივი ისტორიები გვაქვს მე მგონი დღევანდელი ტერორი. კი, ნამდვილად ესეთია და თან ცისარტყელაც გამოჩნდა და ჩვენ ეს თითქოს ბოლო ნაწილი არის მე იმის მერე უკვე გადადიხარ უკვე იმ თურქეთის ტერიტორიაზე, რომელიც რეალურად თურქეთია და ეს ხმანის ქართული მიწებია, ეს იყო საზღვარი, ასე საზღვარზე და თითქოს რაღაც ეს ცისარტყელაც რაღაცა გზას გვილოცავდა მე ესეთი განცდა მქონდა რა, მომავალ მოგზაურობაში რაღაცა ეს ხომ რაღაცა ისეთია, სულიერი თვალსაზრისით ღმერთის ნიშანია და კურთხევის და რაღაცა აი ასეთი იქაც ხალხის იმ ისტორიაშიც ასე მოხდა, როდესაც ილოცეს მათ, იქაც ცისარტყელა გამოჩნდა და მე გაქრა. იქ აი წეგან პირველი ისტორია რომ მოუხევი, როდესაც წვიმა გაჩერდა. ხოლგებით. დაავალეთ. კი, იქაც იყო ცისარტყელა და აქაც იყო ცისარტყელა. აი არ ვიცი რა. საოცარი რაღაც ამბებია, სიმბოლოებია. მინდა რომ ყველაფერი ჩავატიოთ, არ მოვიწყდება სვანეთის საკითხი, მაგრამ იერუსალიმზე რო არ ვიკითხო ერთი ორი სიტყვით, იქაც იქნებოდა რაღაც განსაკუთრებული. ჯამში რამდენი წელი იყავით ესე პერმანენტული? მე ვარ ნამყოფი 8 ჯერ ანუ ეს იყო აღდგომის დღესასწაულები თუ ვთქვათ გიორგობას თუ თავშად სულთმოფენობის დღესწაულზე შედარებით ცარი ვარ ნამყოფი ანუ ხო კი ყველგან არა მარტო იქ არა და მოკლედ აი 8 ჯერ მომიწია ჩასვლა ამ პილიგრიმული ტურებით და ხელმძღვანელობდი ჩემ ჯგუფებს და ძალიან საინტერესო იყო რა როგორ გითხრათ ეხლა წმინდა მიწაზე მოგზაურობა როდესაც შენ ქრისტიანი ხარ და ეცნობის ახარებას და იზრდები ამ სიტყვებით რაც მაცხოვრის ასე ვთქვათ მოციქულების მეშვეობით მოგვენიჭა ჩვენ და ნუ ძალიან დიდი სიღრმეში შემოდის შენი სულის ხო სახარება და ისრაელი იერუსალიმი და რა თქმა უნდა ძალიან ძვირფასი ხდება თითქოს რაღაც შენი ხდება ძალიან შენია რა ხო და მე ის განცდები ძალიან საინტერესოა რომ ჩადიხარ იქ და ესეთი განცდა გაქვს რომ აქ თითქოს ნამყოფი ხარ ხო ესეთი განცდებიც მქონია მე ასევე გექნებოდათ შესაძლებლობა რომ დანარჩენ მოგზაურებს ვინც ჯგუფში ყავდათ აკვირდებოდით მათ განცდებს მათზე როგორ აისახებოდა შთაბეჭდილება თუნდაც ნებისმიერი სასწაულებრივი შემთხვევის დროს მათ რა რეაქცია ჰქონდათ ამის საშუალებაც გექნებოდა კი ისიც რა იქ ხო დიდად შეიძლება არავინ ამის მოლოდინში არ იყო რეალურად რა მაგრამ აი მე შემიძლია ვთქვა რომ სადაც მე დავდიოდი ყველგან სასწაულები ხდებოდა და მე შემიძლია რაღაცნაირად აი ძალიან დიდი მადლიერებით ვთქვა რომ მოკლედ სულ ეს სასწაულები მახვდა თან და სულ გზნობდი აი ღმერთის აი ხელის გულზე რო გატარებს თითქოს რა ის შენთან ყოფობას რო გზნობ ძალიან მაგარი რამეა ეგ იცი იმიტომ რომ ისეთი ხარ რა აი შვიდად ხარ თან ნეტარად ხარ მინდობილი ხარ ღმერთს და შეიძლება მოლოდინიც არა გაქვს ხა მართლა არ მიფიქრია მაგაზე რომ აბა ეხა რამე იქნებ მოხდეს და რაღაც ხა ო აბა ნახოთ რა მოხდება სასაფრებულ მდგომარეობაში არა ასეთი განცდით ხო არ ივლია ადამიანი ხო მაგრამ აი გეუბნებით რომ სულ ხდებოდა ესა რა სულ
ხო, აი წერა სანამ ინტერვიუს ჩავწერდით, მირონის გადმოსვლის საკითხსაც. აი ეს ამბავი მოხდა თაბორის მთაზე. დიახ. მოგეთ ახლა ავედით თაბორის მთაზე, იქ სადაც ფერისცვალება მოხდა მაცხოვრისა თავის დროზე, ტაძარი არის იქ აშენებული. ამ ტაძარში, სანსასიამოვნო რა თქმა უნდა, ნებისმიერ იქ წმინდა ადგილზე აღმოჩენა, ხო, რაღაც ის განსაკუთრებული მადლი შეიქმნობა. იქ ხატებია ისეთი გამორჩეული და განსაკუთრებული, რომელსაც ძალიან ბევრი შესაძირავებს წირავ, იმიტომ რომ სასწაულ მოქმედებები ხდება, კურნებები ხდება და ათასი ამბავი და ეხლა ნაკლებად არის ჩვენთვის ცნობილი და იქ ადგილობრივად, რა თქმა უნდა, უფრო მეტმა იცის რა ხდება და როგორ ხდება. და ეხლა როდესაც ჯგუფით შევედი, დავდექით სალოცავად, ესე იგი, კანკელის წინაშე, მოხდა ესეთი საოცარი ამბავი, რომ კანკელზე არსებულმა ყველა ხატმა და გვერდებზე არსებულმა ხატებმაც ერთდროულად დაიწყო მირონის დენა, ყველამ ერთბაშად. აი ეს მომენტი დაინახეთ ეგ მომენტი, ეგ არის ძალიან განსაკუთრებული და გამორჩეული, რომ აი ამ პროცესის საწყის შეესწრო ეს თელი ჩემი. არაფერი არ იყო? არაფერი არ იყო ცხადი და ლოცვა დავიწყეთ თუ არა და ეხლა რაღაცა განსაკუთრებული განცდები გაქვს, ხო, ეხლა უფლის სამყაროში ხარ, სადაც აი თავებრივი ნათელი წარმოაჩინა უფალმა თავისი, ხო, რაც მანამდე არ ქონდა მოციქულებისთვის განცხადებული, ასე თქვა და იმას წარმოადგენა არ ქონდათ რა, ღვთის, ასე თქვა, წყინვალებაზე, რომელიც შეიძლება მიწის რეალობაში თავი გამოევლინა. ამის მოწამებინი გახდნენ ეს სამი გამორჩეული მოწაფე, ხო, მაცხოვრის. მაგრამ ჩვენ ხო ამას რო ვკითხულობთ და სწავლობთ, ხო ჩვენც ეს ხო განცდაში ხო გვაქვს, რომ ეს რა ადგილია და რაღაცა სხვა განცდით ხარ, ხო, იქ და სხვა შორის აი ჩვენ რო უსურებთ ხოლმე ჩვენ გარდაცვლილებს, რომ ერთმა ნათელში ამყოფოს, ამ ნათელზეა საუბარი, რასაც ღმერთი ატარებს, ხო, თავის წყინვალებას და დიდებულებას და მოკლედ აქ ხდება ის, რომ ყველა ხატი იწყებს მირონის დენას და ერთ-ერთი ხატია იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი, ხატი. და ჩემ ჯგუფში იყო მოძღვარი სამტრედიელი მამა იოანე. და ყველა, ესე იგი, მოკლედ გაეშურა ამ კანკელისკენ და აი რაღაცა ხარბად ავარდა ეს ხალხი აქა რა, ხო და ახლა ბევრი ჯვრები აქვს ხალხს ნაყიდი რაღაცა და მოიხეს ესენი ამის წასმა დაიწყეს ამ ხალხზე. უნდა რომ მირონზე აცხონ, ხო? კი, რომ რაღაც ეს მადლი რო აი რაღაცა წაიღონ და რაღაცა. ხა ჩვენ ხო ესეთი მომხოჭელი და მტაცებელი ხალხი ვართ, ხო და დაეშურა ყველა. ხო, დაეშურა და ახლა ეს მამა იოანე ხო ასულია და ახლა მოძღვარი რო ასული, მე მინდა რომ გავაჩერო ეს ამბავი, ასე თქვა, ეს უწესრიგობა, ხო და მეუნები ხალხო, ჩამოდით ეხლა რა შვებით, კაცო, რა არის, რა ხდება, არ შეიძლება ესე რა, იმიტომ რომ შეწყდება ეს მირონის დენა, ვამბობ მე და მე რა ხო ხვებიც ხო მოდიან და იმათაც ხო კაი იქნება რომ დახვდეთ ეს მირონი და მოდი რა გაჩერდით, ხო ხედავთ რა ხდება და დაგმაყოფილი და მეტი სასწაული რა გინდათ. მაგრამ ეს რაციონალიზაცია როგორც ჩანს არ მუშაობს, როცა ადგილი აქვს ესეთ ეგზალტაცია. ხო და ახლა ეს მამა იოანე მეუნება ესე რაღაცნაირად რომ მე რაბიო ეხლა აქედანაც ჩამომიყვანო გეხვეწებიო მოკლედ ბამბებით იღებს ამ იმას მირონებს რა და ამას ეხლა სამტრედიაში იმდენი ადამიანი ელოდება შემაგროვებინ ეს ბამბები ხო და რაღაცა გამოვედი რაღაცა ცუდი კაცი რა რომ იქ და უკეთეთ გზა სამტრედიის დავანებე თავი მოკლედ სამტრედიას წვანი აუნთეთ ჩემ ბატონო მაგრამ როგორც მე თქვი და რისიც მეშინავდა რომ ეს შეწყდებოდა ეს ჩვენ თვალწინ შეწყდა ნამდვილად. ანუ იმათაც დაუდასტურდათ ეს ჩემი სიტყვის სიმართლე და უთუარობა რა და ძალიან საინტერესო იმიტომ რომ რა არის ეს მოკრძალება შენ მუდმივად გჭირდება. აი მოდის ახლა საჩუქარი თუ რაღაცა არ ვიცი თავზე გეცემა, ხო შეიძლება რაღაცა ცოტა რბილად მოახდინე. ცოტა რბილად დაიცე თავზე ხო? ვარ გავეშტები და გადაირა. მაინდა დავეტაკოთ ახლა ამ წმინდეებსაც ჩვენ, ხო? ხო, და რაღაცა ესე მოხდა და მაგალითი იყო ზუსტად. ხო, ესე ძალიან საინტერესო ისტორიაა და თუ ესეთი ძალიან ბევრი და ძალიან რა გამოვლევს ამ ყველაფერს. სადღაც 3 წუთი გვჩება საეთერო დრო. 3 წუთში როგორ გინდა ადამიანმა ჩაატია სვანეთი, მთელი სვანეთი 3 წუთში. მაგრამ ერთ კითხვას დავსვავ, მაგის გავს კიდევ ერთხელ შეველაციცები. მე როგორც ვიცი, თუ მართალია ეს ამბავი, მესტიიდან უშგულის მიმართულებით რომ მივდივართ, ეს ცენტრალური გზა რაც არის, მარჯვნივ რომ გავიხედავთ, იქ არის ცნობილი სიყვარულის კოშკი.
ასე არის შეროც. კი. ეს სიყვარულის კოშკი და ეგ ადგილი რაღაცა თქვენ სახელთან არის დაკავშირებული. იცით რა, ჩვენ რო ჩავდიოდით იქ, ხო, არ არის სიყვარულის კოშკი, მაგას არ ერქვა. იყო უბრალოდ კოშკი. იყო კოშკი და შეუულებრივად ეხა არც იქ რაღაცა შემოღობილი განსაკუთრებულად არ იყო და არც არ ბილეთები იყიდებოდა და არც არაფერი. შეუულებრივად იყო და ნუ არსებობს რაღაც საოცარი ისტორია სიყვარულის თემასთან დაკავშირებით, რომელიც ამ კოშკს უკავშირდება და რადგან სიყვარულის ის იყო ისტორია, სიყვარულის კოშკი დაავარქვით, ესე იგი ესე ვახსენე მე და ნუ ეს დაერქვა და დაერქვა. მას მერე ხო ეს ახლა ცნობილია სიყვარულის კოშკის სახელით. იქ ახლა შენ ესე ვერ გადახვალ რაღაცა იქ თუ შესაძლებელი არ გაიღე, იქ რაღაცა რეგულაცია იყიდება კიდევაც და ნუ მოკლედ რაღაც იმათ იქცა. მე ძალიან მინდა რომ სიყვარულის თემასთან დაკავშირებით გამეკეთებინა რაღაცა ძალიან საინტერესო შეხვედრები, რომელიც ზოგადად ამ თემატიკას მიეძღვნებოდა და ეს ადგილი შეიძლება ყოფილიყო რაღაცა ერთგვარი ცენტრი შეკრებისა, სადაც შეიძლება გარკვეული სიმპოზიუმის გაკეთება სიყვარულის თემაზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ხო, რომ როგორ უნდა მოახერხო ის, რომ შენი სიყვარულიანი ურთიერთობა იყოს ბედნიერიც ამავე დროს. აჰა. ეს მე მგონი ცალკე გადაცემის და ინტერვიუს ამბავია და დარწმუნებული ვარ თქვენ ახლა ფსიქოლოგიის მიმართულებით იმდენ პაციენტთან გექნებათ ურთიერთობა, რომ თალსახად ხედავთ, რომ ეს დიდი პრობლემაა. აქტუალური თემაა. აქტუალური. სიყვარული და ბედნიერება ერთად. ხო, რაღაცა რომ ვამეგობროთ, ჩვენ გვაქვს რესურსები და ცოდნა უნდა ამას როგორ ჩანს. ცოდნა, მანერები და ეს რა ქვია, ხრიკები როგორ მოვახერხოთ ეს. სვანეთში რომელი მხარიდან ბრძანდები კონკრეტულად სვანეთის რა ნაწილიდან? მე ქვემო სვანეთიდან ვარ, ანუ უნიანი ვარ გვარად, მაგრამ ჩვენი წარმომავლობა არის ასე ვთქვათ ზემო სვანეთიდან, ჩვენ იოსელიანები ვართ, რომელიც მიიღო ეს უნიანობა, ასე რომ ვთქვათ. უნიანობა და ჩამოქვეით და ქვემო სვანეთში. კი ბატონო, თორე წარმომავლობა ჩემი არის იქაური და ნუ იქ რო ავდივარ, რაღაცა სხვა ფრთები მესხმება და რაღაც სხვა რაღაც შთაგონების ქვეშ ვარ და მართლა არის იმის დიდი განცდა, რომ აი მართლა ღმერთის სავანია და რაღაცა 1000 კოშკის სამეფო, ასე ვთქვათ, რაღაცა სადაც ღვთაებრივი ტახტია თითქოს ჩვენს გულებში აღმართული იქა და რაღაცა საოცარი დატვირთვის არის ჩემთვის სვანეთი. ისე რა კარგი ფრაზა თქვით, ტურისტულად კარგი გამოსაყენებელი იქნება, ესე როგორც სლოგანი ხო, სვანეთი 1000 კოშკის სამეფო. კი ბატონო. უკვე რაღაც ლეგენდას ქმნის და იზიდავს ტურისტებს. კი ბატონო. მენანება რომ ამოიწურა გადაცემის დრო, სასწაულებს რა დანდებს მე მგონი, ხო? მithumetes მოგზაურობასთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის დასაწყისში ხო გითხარით რომ სამ რეგალიას ვიტყვი თეოლოგი, ფსიქოლოგი და ხელოვნებაცოდნე და ასე შემდეგ თქო და ხო გამოიკვეთა მოგზაური, გიდი, ჯგუფის წინამძღოლი და ასე შემდეგ. აი ხარ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ბატონი მერაბ ბონიანი იყო ჩვენი სტუმარი მახვშის გამთან ერთად. დღევანდელი გადაცემა ასეთი გამოვიდა, შემდეგ კვირაში რა თქმა უნდა დაგიბრუნდებით ახალი სტუმრით და ახალი სამოგზაურო მარშრუტით. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. ნახვამდის.